საქართველოში უამრავი მკვლელობა მომხდარა, უამრავი სასტიკი ისტორია მოგესმენია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს 6 სერიული მანიაკი ჰყავს, მათ შორის 2 ქალი. ქართველი სერიული მკვლელების შესახებ 20-იანი წლების მეორე ნახევრიდან ხდება ცნობილი. პირველი ამ სიაში არის ვლადიმერ იონესიანი, მეტსახელად მოსგაზი. მან მოკლა 5 ადამიანი. იონესიანი 1964 წლის 31 იანვარს დახვრიტეს. მეორეა ვენერა ობოლაშვილი, მას აღიარებული აქვს 3 მკვლელობა, მის მიერ ჩადენილი მკვლელობების სისასტიკით გამოირჩეოდა. იგი წლები იხდიდა სასჯელს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვენერა ობოლაშვილმა საპატიმრო 2023 წლის იანვარში დატოვა და დღემდე თავისუფალია. შემდეგი მკვლელი ისევ ქალი გახლავთ, რუსუდან თბილელი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მან ჩაიდინა 4 მკვლელობა. მისი მკვლელობებით შემზარავი და დაუნდობელი იყო. რუსუდანი დღიურს აწარმოებდა, სადაც მის მკვლელობებს გეგმავდა. დღიური გამოძიება საქმის გახსნაში და გარდაცვლილების პოვნაში დაეხმარა. რუსუდან თბილელი შეურაცხადი იყო და როგორც ექსპერტიზაში წერია, მანიაკური გადახრები ჰქონდა. შემდეგი გახლავთ მიხეილ აზალაძე, იგივე ორხეველი მანიაკი. სამართალდამცველების ცნობით ის არნახული სისასტიკით გამოირჩეოდა, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და ასღრა მუხლით გაასამართლეს. შემდეგია რუსთაველი მანიაკი ფრიდონ პირტახია, მას 7 მკვლელობა აქვს ჩადენილი. პირტახიამ საკუთარ საკანში მოიკლა თავი და იქვე დაასრულა მისი სიცოცხლე. და ბოლო მანიაკი არის იაგო ნებიერიძე, რომელმაც 2 ბავშვი სასტიკად მოკლა. იაგოს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.